Главное, чтобы тем, кто თავარია ისინი, ვისაც ევროკავშირში გაწევრება 2030-ში ან სხვა წლებში სურთ დაფიქრდნენ. საერთოდ ღირს თუ არა ევროკავშირის წევრები გახდნენ. вот запомните. მეორე მხრივ დაიმახსოვრეთ, დიდი ბრიტანეთი არაფერ კარგს არ დატოვებდა. იქ სადაც არსებობს სარგებელი, სადაც რეალური პოტენციალია, ბრიტანელები ჩვეულებრივ პირველები არიან. ახლა ისინი პირველები აღმოჩნდნენ ევროკავშირის დატოვების მხრივ, გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ რომ ევროკავშირს შიგნით კრიზისული მდგომარეობა იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო გაერთიანების წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობები იმდენად პროგნოზირებადია, რომ ეროვნულ ეკონომიკაზე მოფიქრალ ქვეყნებს იქ არაფერი ესაქმებათ. ეს ყველა სუვერენული საქმეა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსთან ამჟამინდელი პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე ჩვენ ვალაგებთ ორმხრივ ურთიერთსასარგებლო კავშირებს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი. გეგმის მიხედვით მივისწრაფვით საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ. ასევე ვმუშაობთ ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, რაც პასუხობს რუსი და ქართველი ხალხების ინტერესებს. პრაქტიკულადაც გამოვხატეთ ჩვენი მისწრაფებებიც, კეთილინებაც და სურვილიც. თუმცა საკითხი ასე დგას, ის ვინც განიხილავს ევროკავშირში გაწევრებას, კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევს არა მხოლოდ ლოზუნგებს, არამედ ციფრებსაც. ერთია რას წერენ ღობეებზე, ხოლო მეორეა რა არის სინამდვილეში.